ბრალდებულ დავით ადეიშვილს ბრალიადება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 252 ათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში კერძოდ 2005 წელს სახელმწიფო წმინებულის დახების ხარისხის მოადგილედ მუშაობის პერიოდში მან პირთა გარკვეულ ჯგუფს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტების გამოყენების გზით აიდულა, რომ თელავის საქონლოვანებო ბაზარში მათი წილები დაეთმო კონკრეტულად სხვა პირებისთვის. იგი დღეის მდგომარეობით არის ძებნილი. დაცვის ხარისხის მოთხოვნა როგორც გაუსაბუთებელი იყო, არ არსებობდა ის საფუძვლები, რის გამოც შესაძლებელი იყო, რომ ბრალდებულის მიმართ შეწყვეტილი ყოფილიყო სისხლის სამართლებელი ზენა. შესაბამისად, ბრალდების ხარისხის პოლიციას მოისმინა სასამართლომ და მიიღო შესაბამისი კანონიერი გადაწყვეტილება, რომ არ შეწყვეტილიყო ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებელი ზენა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების ხარისხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა ვარაუდს, რომ ბრალდებულ დავით ადეიშვილის მიმართ გამოტანილი იქნება გამომხნეველი განაჩენი.